ამ ვიდეოში მოვამზადებთ ყველასათვის საყვარელ და ნაცნობ დესერტს პავლოვას, რომელიც პირველივე ლუკმიდან ძალიან შეგაყვარებთ თავს. რეალურად სულ 2 საიდუმლოს ცოდნა გჭირდებათ, რომ იდეალური გამოვიდეს. პირველი და უმთავრესი კანონი. თასი, რომელშიც უნდა მოვამზადოთ ბეზე, უნდა იყოს აუცილებლად მშრალი და არ ქონდეს არანაირი ცხიმის კვალი. ახლა მეორე საიდუმლო. ჩვენ ვაკეთებთ შვეიცარიულ მერენგას, რომელიც მზადდება ორთქლის აბაზანაზე. პირველ რიგში უნდა გავაცალკევოთ კვერცხის გული და ცილა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავყვეს გულის არც ერთი წინწკალი. მოვათავსოთ თასში ცილა. შაქარი. გაითვალისწინეთ, რომ თასის ძირი არ ეხებოდეს წყალს, რომელიც დუხს. გურიოთ უწყვეტად, სანამ შაქარი სრულად არ გაძნება. აი, თითებით რომ გასინჯავთ და შაქრის კრისტალებს ვეღარ იგრძნობთ, ესე იგი შაქარი სრულადაა გახსნილი და შეგიძლიათ დაიწყოთ მიქსერით ათქვევა. ვამატებთ ლიმონის წვენს და ვისაც არ უყვარს ცილის სუნი, გასწავლით ერთ ჯადოსნურ ხერხს. დაამატეთ ლიმონის ან ლაიმის ცედრა და თქვენი ბეზე გამოვა განსაკუთრებული. ბოლოს შეგვაქვს სიმინდის სახამებელი და ცედრა. ბეზე მზად არის, პრიალა და მყარი. ახლა დავსვამ ფორმას საცხობ ლანკარზე. უშვებთ ღუმელში 110 გრადუსზე 90 წუთი. პავლოვას სიტკბოს ძალიან უხდება მომჟავო კენკრის соуსი. მე მაქვს ამ შემთხვევაში გაყინული მარწყვი, მოცვი და ჟოლო. მოვამზადოთ ძალიან მარტივი კენკრის соуსი, რომელსაც შევასქელებ სიმინდის სახამებლით. დავდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. соуსი რომ ადუღდება, სახამებელი გავხსნათ ცივ წყალში და დავამატოთ მუდმივი მორევით. соуსი რომ ადუღდება და შესქელდება, გამოვრთოთ, დავამატოთ ლიმონის წვენი, გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში და შევინახოთ მაცივარში გასაგრილებლად. ჩვენი ულამაზესი მერენგა გამოცხვა. ახლა მოვამზადოთ ძალიან მარტივი კრემი. კრემყველი, ცივი ნაღები, შაქრის პუდრი და ვანილი. უბრალოდ ერთად ვთქვებთ. სანამ ასეთ სქელ სტაბილურ მასას არ მივიღებთ. კენკრის соусიც გაგრილდა და დავიწყოთ ჩვენი პავლოვას აწყობა. აწყობას ვიწყებთ კრემით.
ზემოდან მოვათავსოთ ცოცხალი კენკრა. ამ შემთხვევაში მაქვს ჟოლო და მოცვი. მაგარია. რეცეპტი აღწერაშია. აუცილებლად სცადეთ.